მერწყულებს ეროვნულ სახლში დაბნელება მათთვის ეს პირადად მათ შეეხებათ, ეს პირადად მათთან იქნება, რომ მე რაღაც სწრაფად უნდა შევცვალო, ან ჩემ გარეგნობაში, შეიძლება შევცვალო ჩემს თვითგამოხატვაში, შეიძლება უნდა შევცვალო რაღაცეები სერიოზულად ჩემს თვითრწმენაშიც, მე როგორ გამოვიყურები ხალხში, მე როგორ გამოვხატავ ჩემ თავს, მე რამდენად ჯერა ჩემი თავის, რამდენად ინიციატივიანი ვარ თუ არ ვარ ინიციატივიანი, ოღონდ აქაც ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ ძალიან გადამეტებული ძლიერი იმპულსური ენერგია შეიძლება იყოს და იმდენად სწრაფად მოვდეთ რაღაცების შეცვლა, რომ აქაც ცოტა შეცვლების ალბათობა იყოს მაღალი. ზოგ შეიძლება კონდეს განცდა, რომ მე განსხვავებული ცხოვრების დაწყება მინდა საერთოდ. მე შეიძლება იმიჯი მთლიანად შევიცვალო, ან ჩემი ინდივიდუალიზმი შეიცვალოს და როგორც შინაგანად იყოს ეს ცვლილება, ხო? რა ის მე მეხება, პირადად მე მინდა მთლიანად თავდაყირა დავაყენო ჩემი ცხოვრება, ზოგმერ წყულს შეიძლება ეს კონდეთ. ან შეიძლება ვიზუალურად უბრალოდ რაღაც შესერიოზულად და ის რამე გავაკეთო, რაც არ გამიკეთებ. ყველაზე კარგი იქნება ამ შემთხვევაში ცოტა ვიზუალის ცვლილება, ოღონდ არა რადიკალურად, არა ურანულად, ესე რომ ვთქვათ, არამედ უფრო რაღაც ისეთ შტეხები შეიტანონ თავის გარეგნობაში, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ, ცოტა ისეთ დასასველი შეიცან, განაახლონ გარდირობით, მაგალითად, კარგი იქნება აქ და ცვლილებები შეიტანონ შინაგანად იმაში, რომ აი რისგან მინდა მე გავთავისუფლდე, იქნება ეს ზედმეტი წონა მაგალითად, იქნება ეს ზედმეტი რაღაც ისეთი, რაც მე არ მომწონს ჩემ თავში, ხო? მაინც ქირურგიულ ოპერაციებს ახლა ამ პერიოდში განსაკუთრებით არ ურჩევ მერწყულებს ზოგადად, იმიტომ რომ ეს უკვე გარეგნობას ეხება და აქ შეიძლება გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდეს, თუმცა ძალიან კარგი იქნება ან სპორტი, მაგალითად, ან ცხოვრების სტილი შეიცვალოს რადიკალურად ადამიანმა და ფიზიკურადაც აქტიური გახდეს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ურანს უყვარს არის შინაგანი, აი რაღაც სილაღე, ცვლილებები, მაგალითად, ვიზუალურ ნაწილში გათავისუფლება იმისგან, რაც აღარ არის უკვე საჭირო, ხო? და აქ უნდა შეიტანოს ცვლილებები ადამიანმა, ხო? მერწყული, ურანი თავასობს ადამიანს უკვე გამოსავალს, რომ აი რამდენადაც შენ მოძრავი გახდები, რამდენადაც შენ ივლი, ან იმოძრავებ, ან რაღაც ახალს გააკეთებ, აქ შეიძლება სერიოზული პოზიტივიც დაიჭირონ, ხო? ამ შემთხვევაში. არ არის სასურველი მერწყულებისთვის რადიკალურად ყველაფერი შეცვალონ, ან ამბოხი ქონდეთ, ან აჯანყება ქონდეთ სიტყვაზე, იმიტომ რომ აქ ცოტა დესტრუქციულ ურანულ ენერგიაში გადა.